ვიწყებთ გაგრით 21 გრადუსი და წვიმიანი ამინდია გაგრაში. სოხუმშიც წვიმს და 22 გრადუსამდე დათბება. ზუგდიდში 22 გრადუსი დაფიქსირდება და ასევე წვიმიანი ამინდი. მესტიაშიც წვიმს და 18 გრადუსს გვირდებიან სინოპტიკოსები, ფოთში 19 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში გადავინაცვლოთ, სადაც 18 გრადუსი ამბობენ და წვიმა, ოზურგეთშიც წვიმს და 20 გრადუსი ტემპერატურა, ქუთაისში კი 26 გრადუსი, ღრუბელია, თუმცა მზეც ამოანათებს. ამბროლაურში 25 გრადუსი დაფიქსირდება და დღე წვიმიანი იქნება. ახალციხეში წვიმს და 24 გრადუსი ტემპერატურა, 21 გრადუსს გვირდებიან სინოპტიკოსები, ბორჯომში დღე წვიმიანი იქნება. ამ შემთხვევაშიც ბაკურიანში 18 გრადუსი გელით, გორში 23 გრადუსი დაფიქსირდება და დღე მზიანი იქნება უმეტესწილად, ცხინვალში 21 გრადუსი, სტეფანწმინდაში 14 გრადუსი, გუდაურში 9 გრადუსი და დღე წვიმიანი. თელავში გამოკაშკაშ და ღრუბლებიდან მზე 23 გრადუსი ტემპერატურა, რუსთავში 27 გრადუსი და თბილისში რა ხდება 25 გრადუსი. ღრუბელია, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ მზეც ამოჰყოფს თავის სხივებს. მზე აჯობებს თუ ისე წვიმა აჯობებს, ნახოთ. მზემ უნდა აჯობოს. კარგი, აი ესეთ სიურპრიზები მიყვარს ხოლმე, წვიმა რო გამოცხადებული და მზე როა მე მთელი დღის განმავლობაში. კარგი სიურპრიზებია ეგ.